ყოველ ადამიანს გენომში აქვს 23 წყვილი ქრომოსომა, ანუ ჯამში 46 ქრომოსომა. აქედან 22 წყვილი ქრომოსომა არის ავტოსომური, ხოლო 1 წყვილი ქრომოსომა მას გადაეცემა ვაჟიშვილს მამის მხრიდან, ხოლო ქალიშვილს დედის მხრიდან, ანუ Y DNA და მიტოქონდრიული DNA. TikTok-ზე ბევრ გამხვდება DNM-ის პასუხები და იმ კომპანიების კვლევებში არ არის განსაზღვრული გენეტიკური კოდი, ანუ G გენეტიკური კოდი, L, K, T, J და ასე შემდეგ. ეს ეფუძნება 22 ქრომოსომას, რომელიც არის ავტოსომური ქრომოსომა და იქ არის მოცემული როგორც დედის, ისე მამის გაერთიანებული გენეტიკა და არა გენეტიკური კოდები. ამიტომ ნაკლებად სანდოა ეს კომპანიები. მე ყველაზე მეტად ვენდომი Family Tree DNA-ის კომპანიას, რომელიც იკვლევს როგორც ავტოსომურს, ისე Y DNA-ს და მიტოქონდრიულ DNA-ს.